თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. დაკავებულების ნაწილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ნაწილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ახალი შეზღუდვების გამო მედიამ ვერცამ პროცესის გადაღება შეძლო. დღევანდელ სხდომაზე პირველი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი ეკატერინე ყუფარიძე დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ მას მიუტანეს 2 სპეცპაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო 2 ლაზერული დისკი. ექსპერტს კადრებში ასახული პირების იდენტიფიცირება უნდა მოეხდინა. მისი თქმით, კადრებში იდენტიფიცირებულები იყვნენ ბრალდებულები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. პროცესზე ადვოკატები ცდილობდნენ დაესვათ კითხვები, რომელიც დაადასტურებდა. არის თუ არა დამონტაჟებული ვიდეოები, რომელიც ექსპერტმა იკვლია. მოწმე ეკატერინე ყუფარიძემ თქვა, რომ ის მონტაჟის ყვალს არ იკვლევს. ეკატერინე ყუფარიძის შემდეგ დარბაზში გივი ჩილიგაშვილი გამოიძახეს. მან მოამზადა ჰაბიდოსკოპიური დასკვნები, ანუ ვიდეოზე გამოსახული პირების იდენტიფიცირება მოახდინა. უფრო კონკრეტულად დაადგინა, რომ საკვლევ ვიდეოზე გამოსახული გამოძიებისთვის საინტერესო პირი იყო თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინოშვილი. მისი თქმით, ეს ვიდეოები, რომელიც შეისწავლა, რამდენიმე კადრის ერთობლივი ვიდეოგრამა იყო. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, თუ აქვს ჩაწერილი კვლევაში არის თუ არა ვიდეოზე მონტაჟის კვალი. გივი ჩიბილაშვილის თქმით, არ ჩაუწერია, რადგან იმ პირის სახეს, რომელიც შეისწავლეს, მონტაჟის კვალი არ ჰქონდა. ადვოკატმა მოწმეს რომ ის ვალდებულია ყველაფერი ასახოს დასკვნაში. ის ასევე დაინტერესდა საწწერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომ მონტაჟის კვლევა ჩაატარა და პასუხამდე მივიდა. მოწმემ უპასუხა, რომ მონტაჟი რომ ჰქონოდა აღმოჩენილი იერსახის გამოსახულებას ასახავდა დასკვნაში. მისივე თქმით, ვინაიდან არ იყო ეს კითხვა დასმული, ამიტომ არ ასახა. დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.